კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ ეზოთერიულ არხზე. დღეს გვექნება ექსპრეს გაშლა სახელწოდებით რა სასიხარულო სიახლეები შემოვა თქვენ ცხოვრებაში გაზაფხულის პერიოდში. ამ შემთხვევაში იგულისხმება მარტი, აპრილი, მაისი. ვარიანტების რაოდენობა იქნება 3 ვარიანტები, ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, ან ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყოთ. პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. პირველი ვარიანტი, რა სასიხარულო სიახლეები შემოვა გაზაფხულის პერიოდში თქვენ ცხოვრებაში, მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი ის, რომელიც ახლოსა ის, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით. თქვენთვის სასიხარულო მომენტი იქნება პირდაპირ მნიშვნელობით ის, რომ ოჯახური სიტუაციების თემა უფრო მეტად დაგილაგდებათ და უფრო მეტად დასტაბილურებულ თემაში იქნებით. პირობითად, თუ არ ხართ დაოჯახებულ სიტუაციაში, ხო, ამ მომენტისთვის არ ყავთ პარტნიორი. თქვენ შემთხვევაში შანსები არის საკმაოდ დიდი იმის, რომ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც გარკვეული სახის სტაბილურ ურთიერთობაში შეხვალთ, ან თუნდაც მოხდება გაცნობადობის პოზიცია, რაც სამომავლოდ საკმაოდ კარგ სიტუაციებში გადაიზრდება. ხოლო ისინი, ვინც იმყოფებით ურთიერთობების თემაში და რაღაცა მომენტში შეიძლება იყოს დაულაგებელი პოზიცია, გაურკვევლობები. ზუსტად ეს პერიოდი დაალაგებს იმ სიტუაციებს და იმ გაურკვევლობებს თქვენივე აქტიური მუშაობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, რაც შეიძლებოდა რომ აქამდე თქვენთვის ხელშემშელი ფაქტორი ყოფილიყო. ასევე ზოგადად ოჯახურ სიტუაციებში უფრო მეტად მიჩვენებს გამყარების პოზიციას და ოჯახის შიგნით მატების პოზიციას. ეს შეიძლება იყოს ძალიან ახლობელი ადამიანის ორსულობის მდგომარეობა, ბავშვის კუთხით, ხო? სიტუაციური ზრდა, მატება ოჯახის თემებში. ანუ თქვენთვის გაზაფხულის პერიოდი პირდაპირ მნიშვნელობით ყველა ასპექტში შეიქმნება პირადი სიტუაცია, ფინანსები, ყველა მიმართულებაში არის გამართლება აყვავების პერიოდი, როგორც კონკრეტულად ბუნება იღვიძებს და ცოცხლდება, უფრო მეტად შემოდის სიმწვანე, ასევე იზრდება თქვენი ყველა სიტუაციები დადებითი ასპექტის კუთხით. უბრალოდ მეტი თვითრწმენა გჭირდებათ საკუთარი თავის და უკეთესი მომავლის იმედი უნდა გქონდეთ. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული სიტუაცია, გადავდივართ მეორე ვარიანტისთვის. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვისაც რა თქმა უნდა ისევ აქტიურ პოზიციაში აჩვენებს სასიყვარულო ურთიერთობების თემას. ნახეთ როგორი მომენტი არის აქ, პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ ის ადამიანები, ვინც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ერთ წრეზე ტრიალებთ და მაგალითად ხართ შეყვარებულები პირობითად, ხო? და არ გაქვთ რაღაც უფრო სერიოზული სახელმწიფოებული არსებულ ურთიერთობაში. შეიძლება მოხდეს ნიშნობის პოზიცია, შეიძლება მოხდეს ქორწინების თემა, ეს იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც კონკრეტული სტატუსი მინიჭებული არ აქვს თავისი ურთიერთობის კუთხით, ხო? მეორე კატეგორიისთვის მიჩვენებს, რომ შესაძლებელი არის მოხდეს თქვენი განებირება საჩუქრების კუთხით, ვინც სტაბილურ ურთიერთობაში იმყოფებით, ხო? ანუ პირდაპირ მნიშვნელობით თქვენთვის უფრო მეტად აქტიური ხდება რომანტიკული თემები და უფრო მეტად აქტიური ხდებით თქვენი სასურველი პარტნიორის მხრიდან, ხო? ყურადღებას უფრო მეტად მიიქცევთ, უფრო მეტად სურვილები გაუჩნდებათ. ასევე ისინი, ვინც არ იმყოფებით ურთიერთობების თემაშიც, შანსი არის, რომ თქვენდამი უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს კონკრეტული საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან, ხოლო ისინი, ვინც შეიძლება ითქვას, ცოტა უფრო ასაკის მდგომარეობაში იმყოფებით და თქვენთვის საუბარი არის ისეთი ამ თემასთან დაკავშირებით, როდესაც ვლაპარაკობ და იტყვით, რომ რაღა დროს ჩემი სიყვარული არის, თქვენ შემთხვევაში ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ თქვენ შემთხვევაში სხვა ადამიანების თვალში უფრო მეტად აქტიური ხდებით, უფრო მეტად შესამჩნევი ხდებით. ეს შეიძლება იყოს თქვენი კოლეგა, შესაძლებელი არ იყოს თქვენი, ასე ვთქვათ, დაქალი, ნათესავი, ანუ მათ უფრო მეტად შეიძლება გაუჩნდეს შენდამი ინტერესის თემები, რას აკეთებ, სად დადიხარ, როგორ იქცევი, რას იცმევ, გარკვეული კუთხით შურის თემები შეიძლება გქონდეს. ასე რომ იდეაში ყველა ასპექტში თუ შევხედავთ, ხო, გაზაფხულის პერიოდში გექნებათ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ენერგიების მატება, უფრო მეტად სასურველი გახდებით გარშემოყოფების, ანუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას თავიდან დაბადებულ პოზიციაში იქნებით მეორე ვარიანტის წარმომადგენლებით, საკმაოდ ნაყოფიერი და კარგი პერიოდი გექნებათ ურთიერთობების თემებში. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა გადავიდეთ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული პერიოდი თქვენთვის იქნება ახალი საწყისების მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს გინდათ სამსახურის ცვლილება, ხო?
ახალი სამსახურის შოვნის პერსპექტივა. რაღაცა დაწინაურების თემაზე ფიქრობთ, შესაძლებელი არის ამ პერიოდში ასრულება მოხდეს არსებული სიტუაციის. ვინმე კონკრეტული ბავშვის თემას ელოდებით ორსულობის თვალსაზრისით, ხო, ამის რეალიზირება გინდათ, შესაძლებელი არის მოხდეს ეს ყველაფერი ამ სიტუაციის რეალიზირება. ანუ თქვენთვის გაზაფხულის თემა ასოცირდება პირდაპირ მნიშვნელობით 13 რიცხვი, ხო? ტრანსფორმაციის თემაში, ასევე ჯამი რო გავაკეთოთ, შეჯამების მდგომარეობა, ამოდის 4-იანი. სტაბილურობა, სიმყარის პოზიცია, უფრო მეტი თვითდაჯერებულობა, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სტრუქტურული საფუძვლების ჩაყრა, ესე ვიტყოდი. ასე რომ თქვენთვის ეს არსებული პერიოდი იქნება სიახლეების მომტანი, ცვლილებები ცხოვრებისეული საკითხების გარკვეული კატეგორიისთვის შეიძლება გადათამაშდეს, რომ მოახდინოს საცხოვრებელი სიტუაციის შეცვლა, ან შენაძენი მოახდინოს კონკრეტული უძრავ-მოძრავი ქონების, ანუ თქვენთვის გაზაფხული მაჩვენებელი არის როგორც სასიხარულო თემების მომტანი, ხვდები ზრდის პროცესი. გარკვეულმა კატეგორიამ შესაძლებელი არის დაიწყოს ვარჯიშის თემებიც და ასევე შესაძლებელი არის უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს თავის საკუთარ გარეგნობის სიტუაციას, ხო, სტილის შეცვლის მდგომარეობა. ანუ აქაც ძალიან საკმაოდ ისეთი დადებითი და მსუყ ენერგიებში ყოფნის სიტუაციას მიჩვენებს მესამე ვარიანტზეც. ერთადერთი მომენტი რაც არის, უნდა გაითვალისწინოთ ქალბატონების შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ზედმეტად კაცრი გამოვლინებები არ ქონდეთ და ზედმეტად მაღალი კრიტერიუმები გარშემოყოფებთან მიმართებაში. ანუ ყველასთან მიმართებაში ეცადეთ რომ გამოიჩინოთ ბალანსირება. არ იყოთ ზედმეტად ხისტი, ან ზედმეტად კარგი, ან ზედმეტად ცუდი. ეს გააკონტროლოთ მეტად. დანარჩენი ყველაფერი კარგი სიტუაციების კუთხით არის ნაჩვენები. გისურვებთ წარმატებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.